საგარეჯოს რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა ზურაბ ჭიაბერაშვილი. ეს ოჯახებია, რომლებიც ადრე დახმარებას იღებდნენ, თუმცა ამჟამად დახმარება მოხსნილია. მიუხედავად იმისა, რომ მათი სოციალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. მომხდარის მიზეზები ადგილობრივებმა ნაციონალური მოძრაობის წევრს განუმარტეს. რაღაც 2-3 წელი ვიღებდით და გაგვიუქმეს. გავიკეთე ახლა ოპერაცია, ერთი კვირა არის რაც გამომწერეს და მითხრეს რომ გადასახდელი მქონდა თანხა. რომ მივედი და მივაკითხე ამ სოციალურებში, რომ მეთქი რატომ აქ ესე ხო მითხარით რომ ეს პოლისი მაინც გექნებოდათ და იცით რა ჩვენო აღარ გვახსოვს როდის ვიყავითო თქვენთანო ზუსტად აი არ ვიცით ესე მიმიკიბ მომიკიბეს გზები და არ გამწეს ნორმალური პასუხი. ამ ოჯახმა აპრილიდან დაკარგა სოციალური შემწეობა, რომელსაც სახელმწიფოსგან ბოლო წლების განმავლობაში იღებდა. სამწუხაროდ ასეთი გაჭირებული და უმწეო ოჯახების ბაზიდან ამოგდების ხარჯზე აპირებს დღევანდელი ხელისუფლება გაუორმაგოს იმ ადამიანებს სოციალური დახმარება, ვინც ბაზაში რჩება, მაგრამ კევლიშვილებისნაირი ოჯახი არის 10,000-ობით და უკვე საერთოდ ბოლო რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა 100,000-ზე მეტი ადამიანი არის ამოგდებული სოციალური ბაზიდან.